გარდაიცვალა მისი უწმინდესობა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე. ბერობა უყვარდა ძალიან. არავის არ აუღურძინებია ისე საქართველოში ბერმონაზნობა, როგორც მან ააღორძინა. ჩვენთვის მისი პატრიარქობასთან ერთად ის იყო ბერობის წინამძღოლი. საქართველოში არ არსებობს ბერი, რომელიც მისგან ან მის მიერ ნაკურთხისგან არ არის აღვეცილი. ანუ ყველა მისი შვილები ვართ. გვასწავლიდა ისკვნილი რომელ ხელზე დაგვეჭირა იმასაც კი. მე მითხრა, აი შენ ხარო ამ მონასტრის წინამძღვარიო და მიხედეო. ძალიან გამიკვირდა, იმიტომ რომ ბერი ვარ, არა ვარ დიაკვანი, არა ვარ მღვდელი, უბრალოდ ბერი ვარ. მე სიცოცხლე მივეციო ისეთ ადამიანებს, რომლებიც არ უნდა დაბადებულიყო. და ესო ძალიან მიხარია. სიყვარულში და სითფოში აი იყო ბავშვით რა. აქ თქვენ ხართ მეთქი. იქ მეწავალთ. თქვენ რადგან ესე გინდათ მეთქი. მის დაქვემდებარებაში მორჩილება მერჩივნა ვიდრე მის გარეთ წინამძღვარი. მივედით და პირველი მე და უკან მომყვება ეს მთელი ჯგუფი და თქვენ უძულესო გლები მოვიდნენ, გლები და შემოხედა და გაგვიცინა გავხარდა. რატომ გლები უთხრა? ლომები მოვიდნენ. მინდა მივესალმო დროების YouTube არხის მაყურებლებს, მსმენელებს, დროების გადაცემათა ციკლი მამა დოროთეს ამბიონი და ამ გადაცემის მთავარი წამყვანი არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი. ჩემთან ერთად დღეს ჩვენ ვისაუბრებთ არა იმდენად რომელიმე ერთ კონკრეტულ თემაზე და ამხრივ არა ფორმატი, არამედ გადაცემის შინაარსცხადია, განსხვავებული იქნება ჩვენი ტრადიციული საუბრების შინაარსისგან, სტრუქტურისგან. მძიმე დღეებია დღეს საქართველოში ყველა მართლმორწმუნე ქრისტიანისთვის, არა მარტო მათთვის. გარდაიცვალა მისი უწმინდესობა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე. მისი უწმინდესობა ბევრი თვისებით გამორჩეული ადამიანი იყო და დარჩება კიდეც საქართველოს ისტორიაში. თუმცა თემა და ესე თქვა საკითხი რასთან დაკავშირებითაც მე მინდა რომ ამა დოროთემ უფრო მეტი რამ გვითხრას ჩვენ და ჩვენი მეშვეობით ჩვენს აუდიტორიას, საზოგადოებას უკავშირდება საქართველოში საბერმონაზნო ცხოვრების აღორძინებას ფაქტობრივად თავიდან დაარსებას. საქართველოს ისტორიაში ზოგადად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბერებს განსაკუთრებული წვლილი მიუძღვით არა მარტო ქრისტიანობის გავრცელებაში, არამედ ქართული სახელმწიფოებრიობისათვის საერთო ეროვნული საფუძვლის ჩაყრაში ამხრივ მე-6 საუკუნეში 13 ასირელი მამის საქართველოში ჩამოსვლას და მოღვაწეობას წმინდა იოანეს ზედაზნელის წინამძღოლობით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოს ისტორიისთვის განმსაზღვრელი მნიშვნელობა ჰქონდა არა მარტო ქართული ეკლესიის და შეიძლება ითქვას, რომ აი იმ დროს დაფუძნებული ქართული საეკლესიო სამონასტრო ქსელი, კულტურა, ტრადიცია, ორგანიზებული ქრისტიანული ცხოვრების წესი აღმოჩნდა ის ძალიან ღრმა და ძლიერი საძირკველი, რომელზეც შემდეგ დაშენდა ქართული სახელმწიფოებრიობა, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქართული ეროვნული იდენტობაც, რომელიც ქრისტიანული ეთიკის კულტურული ნაყოფი ამავე დროს და საუკუნეების განმავლობაში მიუხედავად ბევრი ქარტეხილისა და სიძნელეებისა მოაღწია დღემდე გარკვეულ პერიოდამდე. საბჭოურმა წყობილებამ, რუსულმა ოკუპაციამ განსაკუთრებით ამხრივ უმძიმესი დაღი დაასვა მთლიანად ქართულ ეკლესიას და მათ შორის ფაქტობრივად განადგურდა სამონასტრო ცხოვრებაც და სამონასტრო ცხოვრების ტრადიციებიც. ამხრივ განსაკუთრებულ შემთხვევასთან გვაქვს საქმე, რადგან საქართველოს გარდაეცვალა და ქართულ ეკლესიას არა მარტო კათოლიკოს პატრიარქი, წინამძღოლი, წინამძღვარი, მამა, ეკლესიის თავი, არამედ უხუცესი ბერი. ამავე დროს მისი უწმინდესობა საერო ცხოვრებაში ირაკლი შიოლაშვილი ამ სახელს და ამ ცხოვრებას დასწილდა და შემოვიდა საბერო ცხოვრებაში 1957 წელს და 69 წლის განმავლობაში მან ბერული ცხოვრებით განულო ამ ქვეყნიური ყოფა.
მამა დოროთე ბერი გახლავთ და ამავე დროს უაღრესად საინტერესო პერსონალური გამოცდილებისა და ისტორიის მქონე ადამიანი, რომელიც ბერდას, ასე ვთქვათ, ბერობაში აღიკვეცა სწორედ მისი უწმიდესობის კურთხევით ერთია, მაგრამ ამას ახლავს თან ძალიან ბევრი ისეთი ფაქტორი, რომელიც უნიკალურია, პერსონალურია და მე მინდა რომ არქიმანდრიტ დოროთეს, მამა დოროთეს ვთხოვ ზუსტად ამ კუთხით მოგვიყვეს ისაუბროს მისი უწმინდესობის როგორც ბერის და საქართველოში საბერმონაზვნო ცხოვრების აღორძინებაზე, მის მნიშვნელობაზე და ასევე თავისი მის უწმინდესობასთან პირადი ურთიერთობის გამოცდილება, ისტორია, აი ეს მონაკვეთ ეპიზოდები გაგვიზიაროს. მოგესალმებით. სამძიმრებთ თელს საქართველოს და განსაკუთრებით ბერმონაზნობას, რადგან ბედნიერება იყო ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ბერმონაზნობის ის, რომ ჩვენ ასეთი უხუცესი ბერი გვყავდა, მიუხედავად მისი დიდი ხნის პატრიარქობისა, ჩვენთვის მისი პატრიარქობასთან ერთად ის იყო ბერობის წინამძღოლი, ბერობის მასწავლებელი, ბერობის გადმომცემი და საქართველოში არ არსებობს ბერი, რომელიც მისგან ან მის მიერ ნაკურთხისგან არ არის ახვეცილი. ანუ ყველა მისი შვილები ვართ. და ძალიან უყვარდა ბერობა უყვარდა ძალიან. ბერები უყვარდა ძალიან. თქვენ ახსენეთ საქართველოს ისტორიაში ასურელი მამები და საქართველოს ისტორიაში ასურელი მამებით იწყება ეს მოვლენა. მათ შვეს ათონელებმა შვეს ეკლესიაში ეს ბერული სული და ფაქტიურად ჩვენი ეკლესია გრიგოლ ხანძთელი რო გავიხსენოთ და ყველა ეს მოღვაწე ბერები ჩვენი ეკლესია შექმნილია ბერების მიერ. ზედაზნელების ღვაწლი, გრიგოლ ხანძთელის ღვაწლი, სახელმწიფოებრივი აზროვნება. გრიგოლ ხანძთელის სახელმწიფოებრივი აზროვნება, ბერი როგორ უნდა აზროვნებდეს სახელმწიფოებრივად. იოანე ზედაზნელი, შიო მღვიმელი, დავით გარეჯელი ეს როგორი მოღვაწეები უნდა იყვნენ ბერები, ხო? აი ესეთი ისა გვაქვს ტრადიცია და ათონელები ხო არის ახლა ბერობა სოფელს მოშორება სიკვდილია, სოფლისთვის სიკვდილია, მაგრამ ათონელების თარგმანები რო არ იყოს, ათონელების თარგმანებზე დგას დღესაც კი. მაგის შემდეგ იმდენივე ეკლესიას არ გაუკეთებია. კი არის შენამატები, მაგრამ რაც იმათმა გააკეთეს, მეორე იმდენი არ გაგვიკეთებია. თელს საუკუნეებში იმდენად დიდი ღვაწლიათ მაგათ ქართული ეკლესიის სულის ჩამოყალიბებაში. სული როგორ ჩამოაყალიბეს და ამიტომაც არის ჩვენი ეკლესია დგას ამაზე. და მე ვიტყოდი აი სამი ხო ვახსენეთ, მაგრამ აი მეოთხე მოვლენა ბერობისთვის, მონაზნობისთვის იყო პატრიარქის მოვლენა. არავის არ აუღურძინებია ისე საქართველოში ბერმონაზნობა, როგორც მან ააღორცინა. მას აქვს სიზმარი ნათქვამი, რომ თუ არ ვცდები ზუსტად არ მახსოვს ის ეფრემ მეორე გამოიცავ მეჩვენაო სიზმარშიო და თმას ვიკვეცავდიო მანამდე. ბერები ხო არ იკვეცავენ თმას. თმას ვიკვეცავდიო და ეფრემმა მითხრაო სიზმარში, თმა არ შეიკვეცო, თუ გინდაო ბერების გამრავლებაო. და მაგის შემდეგ არ იკვეცავდა თმას. ეხლა გავიგეთ ხო სიზმარი ვიცით რომ ზოგჯერ და ხშირად
არის ადამიანის სურვილებიდან გესიზმრება. აი რა სურვილებში ხარ, ის გესიზმრებას ხშირად. ესე იგი გამოდის რომ მას ბერობის გამრავლება ესიზმრებოდა. ფიქრობდა ამაზე. ფიქრობდა ამაზე. ბერობის გამრავლება უნდა ჩვენს ქვეყანაში. სხვათა შორის არ ვიცი რომელმა უთხრა ერთ-ერთმა პატრიარქმა უთხრა რომელი ქვეყნის იყო არ მახსოვს, მაგრამ რომს მახსოვდეს არ არის საჭირო. რომ ნახა ამდენი ბერმონაზონობა რა გინდაო? ეს ხო ტვირთიაო ეკლესიისთვის. სხვანაირად შეხედა იმან. რატო იცით რომ აი ეკლესიისთვის ახლა ბერმონაზნობა შეიძლება ითქვას რომ ამის სიმრავლე ერთი კუთხით საშიშიც არის თვირთიც არის ამ ყველაფერს შეიცავს. მაგრამ სახელმწიფოებრიობისთვის, ეკლესიისთვის ეს არის ფუნდამენტი. ეს იცოდა პატრიარქმა. ეს იცოდა რომ ისევ საქართველოს ბერებს უნდა გადაერჩინა. ისევ ბერებს უნდა გადაერჩინა ის გადმოცემა, ის სიმდიდრე რაც ჩვენს ერს გააჩნია. მე გავიხსენებ ახლა ერთ ამბავს. არის ესეთი სწავლება ერთ-ერთი მამის თუ ვინ არის ბერი. და ის ამბობს რომ ბერი არისო სარო, ჭიგო, რა ვიცი, სხვადასხვანაირად ეძახიან საქართველოში, რომელსაც ნაყოფი არ გამოაქვს. მაგრამ მასზეო მიბმული ვაზი და მთელ ვაზის ნაყოფს ის ინარჩუნებს. იმას თუ მოაშორებო, ამ ვაზ ჭიგოს ამ სარს თუ მოაშორებო, ისო მიწაზე დავარდებაო და დალპებაო. რაც არ უნდა მოისხასო. ეს არისო ბერი ერისთვის, რომ მასზეაო ჩამოკიდებული ერის სული. კი ხოდა საინტერესო არის ფერიცვალების თაბორზე თბილისში ფერიცვალების მონასტერი იხსნებოდა, პატრიარქს უნდა გახსნა კონსტანტინე როგავა ძალიან დაახლოებული პირი იყო, აცხონოს ღმერთმა მაგარი კაცი იყო, მან აღაშენა და პატრიარქს თხოვა რომ დავამთავრებოდა რო გახსნათო და ჩემს მოძღვარს უთხრეს და მე ვიყავი ახალი აყვეცილი პატრიარქს წარუდგინე ჩემი თავი ახალი აყვეცილი ვარ და პატრიარქმა უთხრა რომ ვინმე ხო არა გყავსო ბერიო რომ მონასტერში გაუშვათო და ისა ვაკურთხოთო და მე მითხეს მოკლედ რო თქვა და წავედით პატრიარქთან მიმიყვანეს და ერთად წავედით ფერისვალებაზე თაბორზე თბილისში და თქვენ უბრალოდ ბერი ხარ ჯერ არც დიაკონი არც მღვდელი სადღაც 2 თვის ან 3 თვის აყვეცილი ბერი ვარ ხო და ნახა მოეწონა კარგი კელიებიო ნუ ყველაფერი საცხოვრებელი აშენებული იყო სადა ახლა დიხსნებოდა ეს მონასტერი და მე მითხრა აი შენ ხარო ამ მონასტრის წინამძღვარიო და მიხედეო ძალიან გამიკვირდა ნუ იმიტომ რომ ბერი ვარ არა ვარ დიაკონი არა ვარ მღვდელი უბრალოდ ბერი ვარ და მე რო ჩამოვედით საპატრიარქოში იქ ჩამოვსხედით და ჩემს მოძღვარს უთხრა რომ ეხლა ესო მარტო არ დატოვო იქ ვინმე გაუშვი ამასთანო და მოძღვარმა უთხრა რომ ესო არ არის მღვდელიო მაგრამ ბევრი მიმდევარი ყავსო თქვენ უწვიდესობა უკვეო და მარტო არ დატოვებენო არ გაუჭირდება მაგასო და მართლა ერთი 5 ახალგაზრდა ზოგი სტუდენტი ზოგი ისა უცებ გვექნა ლოგინები საშოვი რომ გავჩერებულიყავით იქ და ახლა ამას რატო ყვები მე ვარ ხატმწერი უწვიდესმა ეს იცოდა და მყავდა მოსწავლეებიც ამ ბერებშიც მორჩილებში და აი ეს ამბავი ბერი ვინ არის ერისთვის ეს მოუყევი ბერებს მორჩილებს მაშინ ბერები არავინ არ იყო ჯერ ხო და ერთ-ერთ ჩემი მოწაფე იყო მხატვარი და ჩემგან სწავლობდა ხაწერას ახლა მე მხატვარი არ ყოფილვარ და არ ვარ ხატწერი ვარ მარტო და ის მხატვარი იყო და ხაწერა არ იცოდა და ამას მე ვასწავლიდი და დავხატაო ამასო და მე მოთხარი დახატე მეთქი და დახატა
ანუ ვაზის სარი, მასზე აბმული ეს ვაზი ყურძნებით და ორი მის გაუკეთა ნაფეხური. რომ ბერი არ ჩანს, მაგრამ კვალი ჩანს, რომ ამ სართან ნაფეხური გააკეთა, მოიფიქრა ესე და ეს ნახატი ჩაუტანეთ პატრიარქს ღამე. ჩვენ ყოველთვის ანუ გვიან თითქმის ყოველთვის პატრიარქთან ვიყავით, იქიდან მოყოლებული, სამებიდან მოყოლებული, სულ პატრიარქთან ვიყავით და პატრიარქმა მას გვასწავლიდა ფსკვნილი რომელ ხელზე დაგვეჭირა იმასაც კი. რომ მარცხენაზე გონდოდა ფსკვნილიო და პირჯვარის გადაწერა რომ დაიჭირდეთო, მარჯვენათი რომ პირჯვარი გადაიწეროთ და ფსკვნილით ესე არ აკეთოთო. მარცხენათი ილოცეთო და აი ეს ვაჩვენეთ. და მეუთხარი თქვენ უწმინდესობა მეთქი აი სარ ასეთი სწავლება არის მეთქი. ეს არისო გითხრა და მეუთხარი ასეთი სწავლება არის მეთქი მოუყევი და ნუ იქ თქვი რომ აი ეს არის რომ უნაყოფოა, მაგრამ თელ ნაყოფს აჩერებს და აჩერდა და არც ისე უნაყოფოა ობერიო. მართალიო. ბერიო თელს ერს ინარჩუნებსო. იმდენად მოეწონა ეს ნახატიც და ნუ აზრიც და აი მე ხა პატრიარქს რო გეკითხა პატრიარქის ბოლოს აი როგორი მამა იყო მოკლედ რო გეკითხა რა იტყოდით თქვენი ღვაწლიდან ყველაზე დიდი რა არისო იცით რა სიტყოდა ნუ ხა ავტოკეფალიის აღიარება ეს ყველაფერი დიდი როა და ისა ყველა მიცის მაგრამ მისთვის დიდი იყო ის რომ ის ათასობით ბავშვის ნათლია გახდა და მას უთქვამს მან თქვა ერთხელ რომ მე რო სადაც მე მესმოდა სუფრასთან ვიჯექით და იცითო აქ რა მოხდაო ამ ნათლულებზე თქვა მეო სიცოცხლე მივეციო ისეთ ადამიანებს რომელთაგან ბევრი არ უნდა დაბადებულიყო და ესო ძალიან მიხარიო ანუ სიცოცხლის მიცემა და აი ასევე ეს პირდაპირი გაგებითაც მაგრამ ასევე ერს სიცოცხლეს აძლევს ეს ბერობა მონაზვნობა ეხლა მე ვთქვი რომ ნუ საშიშიც არის ისიც არის ეხლა ხო ცოტა უცნაურად გაიჟღერა რატო შეიძლება იყოს საშიში შეიძლება გავუჩნდეს მაგასაც საყურებელს შეკითხვა მაგასაც ავხსნი რომის ეკლესია მაშინ როცა ერთად ვიყავით თუ არ ვცდები მე-6 მსოფლიო კრებაზე მიიღეს ის რომ ეპისკოპოსი უნდა იყოს უცოლო ცელიბატის შესახებ უცოლო ანუ ბერი ხო და სხვა მღვდელი სამღვდელოებას შეუძლია მღვდელი იყოს და ოჯახი ყავდეს და ეს ამ კრების მიღებული დადგენილება რომმა მაშინაც არ მიიღო რომ ანუ ერთი ვიყავით მაშინ არ იყო მართლმადიდებელი კათოლიკე აი ერთი რო ვიყავით მაშინაც არ მიიღო დასავლეთში ყოველთვის თვლიდნენ რომ სასულიერო პირს არ უნდა ყავდეს პირადი ოჯახი ანუ მისი ოჯახი ეკლესია და პირადი არ უნდა ყავდეს და დღესაც ესეა იქ ოჯახი მღვდელს არ ყავს არც ეპისკოპოსს არც მღვდელს არც დიაკონს ცელიბატია ყველა შეიძლება ბერი არ იყოს აყვეცილი არ იყოს მაგრამ ოჯახოა ეგრეთ წოდებული თეთრი სამღვდელოება წამგაგებით ინარჩუნებს აღთქმას ხო და აი თეთრი სამღვდელოება ნუ ესეთია თეთრიც არ არის საშუალო არც შავია მაგრამ ცელიბატობადი და ეს აღმოსავლეთში ეს მიღებული ის იყო და კამათი იყო ამაზე ყოველთვის. ეხლა მე ისტორიკოსების განხილვა მინდა ზოგჯერ ღებულობდა ზოგი პატრიარქის დროს ამბობენ რომ გრიგოლ დიოლოხოზის დროს მიიღო ესეთი, მაგრამ მე ისევ შეწყვიტეს. ეხლა რომის იმპერია არ იყო ერთგვარი, ერთი ეროვნება არ იყო. რასაც რომი ეწოდებოდა. და როცა მღვდლები ხდებოდნენ
თეთრი მღვდლები მოდი ეს ცოლშვილიანი მღვდლები ცოლშვილიანები რო ხდებოდნენ მაშინ იმ ერში მაგალითად ესპანეთში მოხდა აჯანყება მათი იქ ეროვნულდებოდნენ და რომი ეროვნულობით არ იყო ერთი რომის მოქალაქე ხო და აი ეროვნულდებოდნენ და ამიტომ რომს ერჩია მაგალითად ესპანეთში ყოლოდა ბერი იმიტომ რომ იმ ერისის ვერ გახდებოდა ის და ეხლა საშიშროებას რა წარმოადგენს ბერის ბერი ფაქტიურად არის დაუმორჩილებელი ბერს სოფელი დატოვებული აქვს და მისთვის ერთადერთი სამიზნე არის იესო და არის ჭეშმარიტება არის მხოლოდ და მხოლოდ პირველ რიგში სწავლება და ამის შემდეგ უკვე აღიარება თუ სწავლებაში მოხდა გადაცდომა აი მაგალითად ასეთი იყო მაქსიმე ამხსარებელი იყო უბრალო ბერი განათლებული ფილოსოფიური სკოლები დამთავრებული საღვთის მეტყველო აი უღრმესად განათლებული მაგრამ იყო ბერი არ იყო არც დიაკვანი არც მღვდელი არც ეპისკოპოსი და მოხდა სწავლების აღმოსავლეთ ეკლესიაში ბიზანტიაში მოხდა სწავლების გაუღმართება და ეს წავიდა რომში და რომიდან დაიწყო ეპისკოპოსების მეშვეობით სწავლების გამართვა ძალიან დიდი ბრძოლები ჰქონდა ძალიან ებრძოდნენ ძალიან ართმობდა ებრძოდნენ პატრიარქები ებრძოდნენ მღვდელმთავრები ებრძოდნენ მღვდლები ყველა ებრძოდა ბოლოს ხელიც მოჭრეს მარჯვენას და ენაც ამოაჭრეს რომ არ ესაუბრო ისე გარდაიცვალა ანუ საშიში იერარქიისთვის შეიძლება ბერი საშიში იყოს აი ეს თქვი ამ კუთხით თქვი რომ საშიშია იერარქიულ კონიუნქტურას მარტივად არ ემორჩილება მარტივად არ ემორჩილება ხო და ეხლა საქართველოში რა მოხდა ეხლა ისე უწმინდესზე რო გადავიდეთ საქართველოში მოხდა მონასტრების აჯანყება უწმინდეს აუჯანყდა მონასტრები 97 16-18 ზუსტად არ ვახსოვს ახლა როდის დაიწყო და როდის დამთავრდა, მაგრამ 17-18 ესე იყო. დიდი მონასტრები აუჯანყდა. შიომღვიმე, გარეჯიც. ყველა სადაც, ანუ ამ პერიოდში მარტო უწმინდესის ეპარქიაში იყო მონასტრები, დიდი მონასტრები. და აუჯანყდა იმიტომ რომ სოფლიო რელიგიური საბჭო წევრი ვიყავით და ამათმა თქვეს რომ ეს მწვალებლობაა უწმინდესი ქადაგებდა ამბობდა რომ ეს არ არის მწვალებლობა ანუ ჩვენ ეკუმენური მოძრაობა არისო მწვალებლობა და ჩვენ იქ იმიტომ კი არ მივდივართ უწმინდესი ამბობდა რომ მათი სწავლება მივიღოთ. ჩვენ მართლმადიდებლები იმიტომ მივდივართ, რომ ჩვენი სწავლება განუცხადოთ. ეს არის ჩვენი მიზანი. სოფლიო თანამეგობრობაში არა რომ სწავლებები შეირიოს და რაღაცა გამოვიდეს, არა, ჩვენი განუცხადოთ. მაგრამ იყო, ჯულის კანონები დამტკიცება ასე შემდეგ. და აი ეს მონასტრები და ფერმონაზნო რომელიც ძალიან უყვარდა ეს გახდა საცდურივით ჩვენი ეკლესიაში ანუ პატრიარქმა თქვა რომ ეკლესია არის განხეთქილების წინაშე სქიზმის წინაშე და რა ვქნათ სინოდიც მოიწვია გამოაცხადა მარხვა
არა სამარხო დროს მარხვა გამოაცხადა ილოცეთო ერმა ვილოცოთო მიუხედავად იმისა რომ იცოდა რომ ისინი რასაც ამბობდნენ არ იყო სწორი მან იცოდა რომ ამას უკეთებდა რუსეთი ანუ მტერმა გამოიყენა ის რაც ძალიან უყვარდა და რაც იმედებოდა და რასაც აი თავს ევლებოდა ბერობას და მონაზნობას აი სუსტად ის გამოიყენა ტიროდა ძალიან ტყიოდა ეს აი ეხლა რასაც აკეთებს რუსეთი საქართველოს მიმართებაში რომ ჩვენ არც ევროკავშირთან უნდა გქონდეს ურთიერთობა და არც ამერიკასთან მეგობრობა და პარტნიორობა და რასაც ხელს უწყობს თავრობა ეს უნდა რუსეთს ყოველთვის საქართველოს ეკლესიისთვის სანამ რუსეთის ეკლესია მოძლიერდებოდა პატრიარქმა დაასწრო და საქართველოს ეკლესია აღიარებინა სოფლიო პატრიარქს აღიარებინა კი არ მოგცა ავტოკეფალია არამედ გვაღიარა ძალიან დიდი იშრომა ამაზე გვაღიარა როგორც უძველესი მართლმადიდებელი ეკლესია ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია აი ეს დასწრება 90 წელს მოხდა ეს და მე გავხდით ჩვენ დამოუკიდებელი ეხლა პატრიარქი შემდეგ ამის განვითარება დიფტიხთან დაკავშირებით მათ შორის იგივე რუსეთის ეკლესიის პოზიციების გამო ვეღარ მოხდა ისე როგორც თავად მის უწმინდესობას სურდა დიახ და აი ეხლა რომ ეკლესია არ წავიდა ამაში რუსული ფრთა არ წმუნებდა პატრიარქს ჩვენი ხარ უნდა წავიდეთ და ჩვენივე არგუმენტები მე რუსეთმა გამოიყენა და აი საქართველოს რაც თქვაო ისეო ჩვენцо მაგას ვეთანხმებიდო და ჩვენც არ მივდივართ ანუ მისგან შემოთავაზებული არგუმენტები იყო რომელიც თითქოს მე თვითონ გამოიყენა ფაქტობრივად ტორპედირება მოხდა ჩვენი მეშვეობით სოფლიო საეკლესიო კრების ანუ მაგ პრობლემა იყო არა მარტო ის რომ ჩვენ არ ვიყავით წარმოდგენილი მაშინ როდესაც ერთ-ერთი აქტიური თანამონაწილეები ვიყავით მისი უწმინდესობის მცდელობიდან გამომდინარე ამ სოფლიო საეკლესიო კრების დღისესრიგის განსაზღვრის გადაწყვეტილებების პროექტების მიუხედავად ამისა მოხდა ასეთი რამ და არა მარტო წარმოდგენილი ვიყავით არამედ ჩვენი მეშვეობით მოხდა ტორპედირება მოსკოვის ინტერესების მოსკოვის პოზიცია დაეყრდნო ფაქტობრივად ჩვენს მიერ გაცხადებულ არგუმენტებს. ხო, ეს რატო მოვიყვანე ახლა რომ პატრიარქი ჩვენი ეკლესია რო იყო ამ საბჭოში ეს იყო ცნობადობა ეკლესიის. და ამ ცნობადობით მან შეძლო იმ ავტოკეფალიის აღიარება რომ მოეხდინა სხვა ეკლესიებს. ცნობადობით ჩვენი ურთიერთობებით ჩვენ რელიგიურად სხვადასხვა ვართ, მაგრამ ეს არ ნიშნავს ურთიერთობის შეწყვეტას. ეს არ ნიშნავს ერთმანეთის ხელის ჩამორთვების შეწყვეტას. და მერე საწავიდა ეს მონასტრების მე ჩემი მით ამას საბუთებს ვერ დავდებ, მაგრამ ჯერა რომ ეს იყო რუსული სპეცოპერაცია. და მერე საწავიდა, ანუ პატრიარქმა თქვა რომ გამოვდივართო. ეკლესიის სიზმა რო არ ყოფილიყო განხეთქილება, გამოვიდა. მაგრამ იმათმა გააგრძელეს. და რა გააგრძელეს ახლა? კიო, თქვენ გამოხედითო, ჩვენ გამოვედითო, მაგრამ თქვენო ჩვენ უნდა შევწყვიტოთო იმ ეკლესიების მოხსენება, რომლებიც არიან ამ საბჭოში. ან ფაქტობრივად ევქარისტიული კავშირის გაწყვეტაზე იყო. და ამაში შედიოდა სოფლიო საპატრიარქოს და რუსეთიც. ანუ რუსეთთანაც უნდა გაგვეწყვეტა და ეს უკვე რუსეთსაც არ მოეწონა. იმიტომ რომ თუ იქ ყოფნა მწვალებლობა, ავტომატურად მიდის უკვე იქამდე რომ ვინც იქ არის მწვალებელია.
თუ ეუბნებოდნენ ისინი პატრიარქს, რომ შენ ახან იქ ახარ და ჩვენი ეკლესია ახან იქ არის, მწვალებელი ხარ და მწვალებლობაში ვართ. მაშინ ვინც იქ არის, ის ის მწვალებელია. ავტომატურად წავიდა აქ, შეიძლება ეს უკვე რუსეთს არ აწყობდა, იმიტომ რომ რუსეთის მოხსენებას უნდა შეუგვეწყვიტა ამ დროს. და ეს არ აწყობს რუსეთს, ხო? პირიქით, მას უნდა რომ ჩვენი თავი იყოს და მართავდეს და ერთმორწმუნე ვიყოთ და რუსეთის ეკლესია იქიდან არ გამოვიდა და ურთიერთობები დღემდე არის და დღემდე იქ არის. მაგრამ ამას არ დაეთანხმა რომ იქ ვინც არის მცვალებელია უკვე. ესმით და პატრიარქმა განაყენა იქ ბევრი მობრუნდა მერე ბევრი ისა, მაგრამ იმათაც მამობრივად მოექცა. მიუხედავად ყველაფრისა. და აი ამ დროს მოხდა ფაქტიურად როგორ გითხრათ შიში ცოტა მონასტრების. აი ეს რომ ტერი გამოიყენებდა. და ძალიან უხაროდა, როდესაც ხედავდა ისეთ ადამიანებს და ისეთ ბერებს, რომლებიც არ იყვნენ ამისკენ მიდრეკილები. და ერთ-ერთი ვიყავით ჩვენ და ჩვენი მონასტერი, რომლის აი როგორ მოხდა თქვენი, ჯერ როგორ მოხდა გამორჩევა საინტერესოა, საერთოდ როგორ მოხდით, საიდან გაგიცნო, როგორ შეგამჩნია მის მოუწმინდესობამ, შემდეგ როგორ განვითარდა ეს მოვლენები, იმიტომ რომ შეიძლება ბევრმა არ იცის, თქვენ რანაჯერმე ნახსენები გაქვთ, მაგრამ აი წმინდა სამების საკათედრო ტაძრის აი ამ ლავრის პირველი წინამძღვარი თქვენ იყავით. ეს უმნიშვნელოვანესი ფაქტი და გადაწყვეტილება იყო და ამის მოძღვრად რომ დანიშნავ ბერს ადამიანს მას ერთი რომ ძალიან უნდა ენდობოდე და მეორეც მისი უნარების მიმართ უნდა კონდეს ესეთი ჩამოყალიბებული და ძალიან ზუსტი მოლოდინები აი მარტივად რომ ვთქვათ რა ნაბიჯებით რა გამოცდილებით მიხვედით თქვენ ამ ურთიერთობების აი მნიშვნელოვან წერტილამდე ჩემი გამოცდილება, ანუ პატრიარქი იყო პიროვნება, რომელიც აი ფილოსოფოსებს აქვს ნათქვამი, რომ თუ არ ვცდები არისტოტელეს, თქვი რამე რო გაგიცნო. პატრიარქი გაგიცნობდა თქმამდეც. აი სანამ რამეს ვიტყოდი, უბრალოდ შეიძლება არ ვიცი რითი გამოხედვით თუ რითი ცნობდა ეს მისი ნიჭი იყო მაგას მე ვერ ამოხსენ მაგრამ ცნობდა ადამიანებს და რაც მთავარია ის ცნობდა ადამიანების დადებითი რა შეეძლო და უარყოფითი რა ქონდა ეს ყველაფერს ცნობდა ეს ექიმისთვისებაა აი მაგალითად ექიმთან პაციენტთან რომ მიდიხარ მუდმივად პაციენტი ცდილობს რომ გამოიკვლიოს შენი ავადმყოფობა და ზუსტად იცოდეს რა გჭირს რომ გიმკურნალოს ხო ესე ექიმი ცდილობს რომ გამოიკვლიოს პაციენტის ცდილობს რომ პაციენტი დიახ ზუსტად დაადგინოს რა ჭირს მას ну ფიზიკურად ხო ხორციელად ხო და ეგ ну მოძღვრის თვისებაა საერთოდ გააჩნია რამდენად გაწაფული ხარ და რამდენად ცდილობ ამას იმდენად გეძლევა და პატრიარქი ამაში იყო არ ვიცი შეიძლება სურათითაც ეცნო ეს ვინ არის და მას ყოველთვის უხაროდა ისეთი ადამიანების ყოლა რომელიც არ იყო მიჯაჭვული რაღაც პატივებს თუმცა ყოველთვის აძლევდა მაგრამ აძლევდა მაშინ როცა ის ჩათვლიდა საჭიროდ და ნათქვამი აქვს ხოლმე რომ მე რო ვაჯილდოვებო ვიღაცებსო იმიტომ კი არა რომ ის იმის ღირსიაო არამედ ამით ვეუბნები რომ იმის ღირსი გახდესო ანუ წინასწარ ვაძლევ იმას მაგრამ წინასწარ რომ მიცე ისიც უნდა იცოდე რომ ის შეძლებს იმის ღირსი გახდეს რასაც წინასწარ აძლევ და ეს ახლა მაცხოვარმა გააკეთა რომ როცა ცოდვილები ვიყავით ყველაო
მაშინ ეცვა ჩვენთვის ჯვარს. არავინ არ იყო ღირსი, ვის გამო შეიძლებოდა მისი ჯვარცმა. ანუ მეგობრისთვის თავდადება ხო არის, მაგრამ არავინ არ იყო მაგის ღირსი, იმიტომ ვერავინ ვერ გებულობდა. ღირსება ხო იმით არის, რომ გაიგო. და ეს მოგცა და მერე გავიგეთ, მერე გავხდით. აი ესე იძლეოდა რაღაცებს და მე როდესაც აი როგორც გითხარით მე ფერიცვალების მონასტრის წინამძღვარი გავხდი, ნუ მლად მაკურთხეს ავისწავლად და მაკურთხა პატრიარქმა და აი წინამძღვრები მაშინ მოხდა ახალი წინამძღვარი ვარ და მაშინ მოხდა ესეთი გამორჩევა ეპისკოპოსების და გამოირჩიეს გარეჯის წინამძღვარი, სამების წინამძღვარი და სვეტიცხოვლის წინამძღვარი. თუ არ ვცდები, სვეტიცხოვლის წინამძღვარი მაშინ იყო მეუფე ზენონი. სამების წინამძღვარი იყო ჩემი მოძღვარი. მეუფე ექვთიმე დღეს და მაშინ მამა ექვთიმე. და გარეჯის არ მახსოვს რომელი იყო. მეუფე ლუკა. ხო და ფერიცვალებაზე ვარ და წინამძღვრები დიდი მონასტრების განთავისუფლდა, მაგრამ ხო იცით, აი მე ჩემი მონასტრით კმაყოფილი ვარ. გულის თქმა არც ერთის არ მაქვს, მაგრამ ფიქსი გაიელვის გარეჯი რა მაგარია. გარეჯი რა მაგარია. აი არასოდეს არ გამივლია გულში, რომ მე პატრიარქის სამების წინამძღვრად ამნიშნავ და რა ვიცი, აი ეს იყო ჩემი ვინ ვიყავი, არავინ. პიროვნული თვისებები კი ბატონო, ყოველთვის ქონდა ეს ერშიც ქონდა და ერშიც მაქვს, მაგრამ აი არავინ არც შთამომავლობით, არც იმით, არც ამით, უბრალოდ სემინარია დამთავრებული, მოწადინებული ბერი. ეს იყო ჩემი მთელი განათლებაც, მთელი სიმდიდრეც, მთელი ფულიც და რა ვიცი, აი ყველაფერი. პატრიარქის როგორ დაფოფინებდა იცით სამებას საოცრად რა. აი ძალიან უხაროდა. ძალიან უხაროდა. სამების აშენება და სამებაში სანამ აშენდებოდა მანამდე გახსნა მონასტერი. მონასტრად აკურთხა. და ჩვენ რომ იქ გადმოიყვანა მეუფე მამა ექვთიმე, არქიმანდრიტი ექვთიმე, რომელიც დღეს მეუფე ექვთიმეა გორჯაანის. ძალიან უყვარდა პატრიარქს და სუეფერებოდა და მოკლედ შენი ლოცვის ჯერა ესე რეუბნებოდა და ბერებსაც თუ ვინმე ბერად აყვეცა უნდა და მას უგზავნიდა მისი ბერული ხასიათიდან გამომდინარე. უყვარდა ყველა ვისაც ბერული ხასიათი ჰქონდა, აი უპოვარი რაღაც. დღესაც ესეა მეუფე. უპოვარი ხასიათი ჰქონდა და ყოველთვის ვიღაცებს ხან რუსეთიდან რო ჩამოდიოდნენ და მონაზნობა მინდა და ბერობა მინდა რო ეტყოდნენ, მასთან აგზავნიდა და ის კვეცავდა, ის გასწავლით ეტყოდა და ის აუხსნიდა თავისთავად და ის აყვეცავდა ხოლმე და აი როცა ეს წინამძღვარი აკურთხეს ჩემი მოძღვარი ეპისკოპოსად, მას კითხა ვინ დავტოვოთო იქ და ჩემმა მოძღვარმა უთხრა ჩემს, აი ფერიცვალებაზე რო არისო ისო ის დავტოვოთო ის შეძლებსო და ჩავედი პატრიარქთან და რომ მითხრა ჩამოდიო დამირეკეს და ვედი ახლა საპატრიარქოში რომ მიბარებდნენ პატრიარქი რომ მიბარებდა აი წალკიდან ჩამოსვლას უნდა და მაშინ გზები არ იყო 6 საათი მაგრამ თუ პატრიარქი მიბარებდა 1:30 საათში ჩამოვდიოდი მანქანა უკან რო წასულიყო გასაკეთებელი მქონდა საყელოსნოში ისე ჩამოვდიოდი ხო მაგ დროს წალკაში ხარ თუ არა საერთოდ ეს თქვი ახლა როგორისა რომ სასწრაფო ჩავედი ხო პატრიარქი რომ მიბარებდა ნუ სიხარულით მიდიოდი ახლა ყოველთვის მიბარებდა ნუ რაღაცა ჯილდო იყო ანუ რაღაცა ის იყო რაღაცა სიხარული იყო ყოველთვის მასთან ყოფნა იყო სიხარული და ახაც დავამატებ ერთი
მამა ამბობს ესეთ რაღაცას. ბავშვის დადებით ენერგიებზე ამბობს, რომ აიო რაც არ უნდა გაღიზიანებული იყო და რაც არ უნდა ცუდ ხასიათზე იყო, თუ პატარა ბავშვი გამოიქცა და ჩაგეხუტაო და აკვირდით როგორ გამოდიხართო. მდგომარეობიდან. როგორ გამოყავხართო, იმიტომ რომ დადებითი ენერგი ბოროტება არ არისო მასში. იგივე ენერგიები ქონდა. შემიძლია თქვა რომ ეს იყო წმინდესი იყო პატარა ბავშვი. ოღონდ როგორ იცი? აინშტაინის კითხეს როგორ მიაღწიო ამდენსო? ამდენ აღმოჩენებსო. და აინშტაინმა უთხრა, რა ვიცი, ჩემი ტოლები ყველა გაიზარდნენო და მე ბავშვად დავრჩიო. ანუ ეს სიყვარულში და სითფოში აი იყო ბავშვით რა. 93 წლის ბავშვი. რომელიც იმდენად დადებით ენერგიას იძლეოდა, რომ შეუძლებელი იყო მას რომ შეხვდებოდი და აი რაღაც გახარებული არ გამოსულიყავი. შეუძლებელია. და როდესაც მითხრეს რომ აიო შენმა მოძღვარმაო შენ წარგადგინაო და მინდაო სამების წინამძღვარი იყო. იქო მე ვარო წინამძღვარიო. მაგრამ შენ ჩემი მოადგილე ხარო. ანუ წინამძღვარი არ ქვია. სამების ლავრის წინამძღვარს ქვია პატრიარქის მოადგილე, ანუ მის ადგილ მონაცვლე. თულად უფრო ეს არის. ადგილ მონაცვლე და გაოგნებული ვიყავ. გაოგნებული. და პატრიარქმაც ხო იცოდა რომ რამხელა რაღაცას მაძლევდა. იცოდა ეს მან. და როდესაც აი წალკაში გამიშვა იმისთვის რომ იქ იყო პატარა სოფელი, სოფელი პატარა არც ისე, მაგრამ სოფლის სიდიდით. ეს სოფელი იყოს ბერძნული, რომელიც იყოს სხვა სომხური სოფლებს შორის. და ეს იყო ძალიან ნოყიერი სოფელი და თავისთავად ახლა აქ არაფერის არ არის გასაკვირი აი ამ სოფლებს მისი ნაწილების მისაკუთრება უნდათ რადგან დაცარიელებული იყო. საძოვრების ამის იმის და იქ უნდა ჩასახლებულიყო ეკომიგრანტები და ესენი მიზეზობდნენ რომ ჩვენო მუსულმანებსო არ ჩავასახლებთო. ეს ჩვენები ეუბნებოდნენ რომ იქ მონათლული აჭარლები იქნებიან იმ სოფელში, მაგრამ არაო და მაინც არენდობოდნენ ვითომ, რა ვიცი ხა, მისაკუთრება უნდათ და მიზეს პაულობდნენ ხო. ყველაფერთან ერთად რაღაცა ძველი ტრაუმების გამოცდილებაც ქონდა და ყველაფერი ერთად სიყრიდა. და აი ამ სოფელში პატრიარქს ამ დროს პატრიარქთან მივიდნენ, გამგებელი და სამინისტრო ვინც ჩასახლებას ახდენ და თხოვეს დახმარება რომ იქნებ მონასტერი გახსნაო რომ ისინი დავაჯეროთო და ამ სოფელშიო აღორძინდესო ისა ეკომიგრანტი სახლები კარგი იყო დაცლილი 10 ბერძენი ცხოვრობდა რომელიც თვითონ ქონდა 1-20-30 სახლი ჩაბარებული და ულიდან იმას და მაგრამ ეგ სახლები იშლებოდა და რაღაც ხო და დამიბარა უწმინდესმა და მითხრა რომ ესო იქნებ მონასტერი იქო მონასტერი გავხსენიო და ერთ ბერზე მითხრა რომ ესო წაიყვანეო იქნებო იქო წინამძღვრად დამნიშნოთო რა თუ მოუნდაო და მერე გავიგე რომ ბევრისთვის ქონდა ნათქვამი ბევრი იყო ჩასული და ყველა მოარი თქვა ეს გავიგე გზაშიც და წავედი და როგორი სოფელი იყო იცი ყველა რო გარბის არაფერი რო არ არის კარტოფილის მეტი და თან საშიში ფიზიკურად საშიში რომელი წელი დაახლოებით ეს არის 4 აი მე რო გადავედი მაშინ
გადავდიოდი წალკაში, როცა სამება გაიხსნა გიორგობას. ანუ გადასული უკვე წინამძღობიდან ანუ სამების აღშენებლობის ძირითად ნაწილის პერიოდში თქვენ იყავით წინამძღვარი სამების 14 მეტრი იყო აშენებული მიწიდან. ანუ ქვედა სართული აშენებული იყო, ანუ ზედა მიწის ზედაპირიდან 14 მეტრი იყო აშენებული, როცა ჩვენ ჩამოვედით იქ. ეს ტაძარი. და შემდეგ იქავარდა რა ვიცი. და წალკაში გადახვედით მართლა ძალიან რთული პერიოდი, მაგ დროს ჯერ არც გზა არ ეკეთებული, მილენიუმის და ახალი ხელისუფლების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დამსახურება იყო კომუნიკაციები და ასე შემდეგ და ნუ ყველაფერთან ერთად აქ აღარ ვისაუბრებთ, ახლა პოლიტიკურადაც საკმაოდ არამდგრადი სიტუაცია იყო, იმიტომ რომ სეპარატისტული განწყობები და რუსული გავლენები საკმაოდ აქტიური იყო. ანუ ძალიან რთულ პერიოდში. ძალიან რთულ პერიოდში. ძალიან რთულ და ვინც გამაყოლა სხვაც იყო. ანუ სახელები არ მინდა და ნუ გზაში ესენი წნევი წამლებს ვამდნენ, გული წამლებს ვამდნენ. ანუ თავისები გამაყოლა რა, ემასაც აჩვენეო. დიახ. ანუ მე გამიშვა რომ მეჩვენებინა ამათვის, მანქანა ხო გყავსო და კი მეთქი და ნივა მყავდა ძველი და ამ ნივი წავედით სამი უკან, მე მძღოლი და ერთი გვერდით 4 კაცი. 4 წავიყვანე მე მეხუთე. ხო და რომ მივედით გზადაგზა ვკითხულობდით, არ ვიცით ეს სოფელი გადასახვევი იყო, იქ ცენტრალური მაზე არ არის გზაზე და ქართულად რო ვიკითხავდით, რუსულად გითხარიო გვეუბნებოდნენ. ქართული არ ისმოდა საერთოდ და ვერც ლაპარაკობდი. ხო და ნუ შეეშინდათ რა იმათ. და მე დაბრუნდი და უნდა მისულიყავი პატრიარქთან და უნდა მეთქვა რომ იქ ერთმა თუ ორმა ბერმა გამოთქვეს სურვილი ჩვენ წავალთო. ჩვენ დავჭებითო. ჩემებმა. ხო და მაგრამ იქ ახლა ერთი ბერი რო გაუშვა ვერაფერს ვერ გააკეთებდა. თან გამოუცდელი, თან ახლა უნდა აკურთხო. თან არავინ არ აყავს. არავინ არ გაყვება. ნუ რა ვიცი, უაზრო მსხვერპლი გამოდიოდა გესმით და პატრიარქთან მოკლედ სანამ უნდა მივსულიყავი, მე არ ვიცი მე რა მომივიდა. ეს მჭირს მოკლედ ერთ ალბათ თუ დავთვლი, ორჯერ სამჯერ მომსვლია ეგეთი რაღაცა. რომ რაღაცა ძალა შემოდის და უარს ვერ ამბობ. და მივედი პატრიარქთან და უთხარი ასეთი სიტუაცია რა არის ისინი მე ვინც გაგაყოლიო უნდა თუ იგაჩერებაო. ხო და არა მეთქი თქვენ როცა იმათ არ უნდათ მეთქი ჩემმა ბერებმა თქვეს მეთქი რამოდენიმე რომ დარჩებიან, მაგრამ ესენი ჯერ და უბრალოდ მორჩილები იყვნენ, ბერებიც არის. ხო, ანუ ბერად უნდა აღმოგვეცა მე დიაკვრად მე ვთლად და უნდა გამეშვა. და მე კი მივხედავდი სამების წინამძღვარი, მაგრამ იქ არაფერი არ გამოვიდოდა აქედან მიხედილი. და ესე თქვეს მეთქი, მაგრამ ვერაფერს ვერ გააკეთებენ მეთქი, ძალიან ძიმე სიტუაცია არის მეთქი, ამ ხრივ ქართული არის მის ახლა საშიშია, იქ ერთი კაცი რო გაუშვა შეიძლება რა ვიცი ცემონ და ასე შემდეგ. თავი დახარა. ანუ როგორ სიტუაციაში იყო, იცი რომ მთავრობამ თხოვა. ახლა უწმინდესის სიამაყეც და სურვილიც რო ქვეყანას შეეწიოს და რომ ამ ეკლესიური იმით რახან თხოვს მთავრობა სამინისტრო რომ მონასტერი გახსნა და იქ რო ვერ ხსნი მონასტერს და ვერავის ვერ უშვებ. თან როგორი საქმისთვის ხო? თან როგორი საქმისთვის. ნუ გული დაწყდა. ხო, უძალობის ხო, ტკივილია. უძალობის ტკივილი და უთხარი თქვენ უწმინდა, ეს თავი დახარა და თქვენ უწმინდესო მეწავალ მეთქი. და ამომხედა, შენ საწახვალ მეთქი. აქ ვინ იქნება? ზუსტად ეს მეთქვა. ხო და მე უთხარი აქ თქვენ ხართ მეთქი. იქ მეწავალ მეთქი. თქვენ რადგან ესე გინდათ მეთქი. და იქ გაიცინა.
და ჩამიხუდა. სუფრასთან მეჯექით ეს. კარგიო, წადიო, მაგრამ ახაცო დამიტოვე ხალხიო, ყველას ნუ წაიყვანო. მე ვთხარი იქ ერთი 10 კაცი თუ არ წავიდა, ვერაფერი ვერ გამოვა მეთქი. ვერაფერი. და სადღაც 15-ნი წავედით. აქ დარჩა სადღაც 10. ბევრი ვიყავით. მორჩილები, ნუ ცოტა ბერები, მაგრამ აქ ბერებიც დარჩა, მორჩილებიც და წასვლის წინ მითხრა, ვინ შეძლებსო შენ შეცვლასო, მე ვთხარი ჩვენებიდან ამბობთ, მეთქი თქვენ უწოდესობა, ანუ მე არ მეგონა რომ დატოვე ვინმეო, წინამძღვრად რომ მეტყოდა. ხო და კიო შირო არჩიო ვინმეო მითხრა და ისე გამიკვირდა და ეს როგორი ნდობაა ხო ჯერ შენ გნიშნავს და მე შენ განიშნინებს და ისეთიო რომელიცო ხალხს მოიყვანსო ვერებს მოიყვანსო ვერებს შემოიკრიბავსო ესეთიო თუ გყავსო ეს დავნიშნოთო და კაი მეთქი და ერთ უთხარი კარგ ადამიანზე ბერზე რომელიც იყო თავის მამის სახში თემქაზე ქონდა ბინაში პირველ სართულზე იყო ბინა და იქ ქონდა დაძარი გახსნილი და იქ იყო დანიშნული ეს მუდლად და მე ვთხარი აი თქვენს სახში რო არის მეთქი მუდლად ეს ბერი შეძლებს მეთქი და ის დანიშნა და თან თქვენს იქ რთული არისო ხო თქვიო შენო და დაგეხმარებაო შენცო ну მეცო დამხმარებოდა შემდეგ თბილისში აი როგორ ფიქრობდა როგორ გლობალური ასროვნება ჰქონდა როგორი რაღაც საოცარი ის იყო და მოკლედ იმდენად ნიშნულოვანი იყო მისთვის ეს ბერმონაზნობა აი ფოკაშიც პირველი მონასტერი გახსნა ფოკა ფაქტიურად საქართველოსთვის საქართველოს ყოველთვის საქართველოს იყო მაგრამ აი იქ საქართველოს ფოკა გაიცნო მონასტრით ანუ მან იცოდა რომ ბერმონაზნობა არის ის რაზეც დგას როგორც თავში დავიწყეთ როგორც სარი რომელზეც მიბმულია მთელი ნაყოფი და ეს იცოდა და აკეთებდა და ისიც იცოდა რომ ვერავინ გაუძლებდა იმას რასაც ბერმონაზნობა გაუძლებდა დიახ და ერთს დავძენ რომ პატრიარქი ვერაფერს ვერ გააკეთებს თუ მას არ ეყოლება ძლიერი ბერმონაზნობა მომავალშიც გულისხმობ ვერაფერს ვერ გააკეთებს ეკლესიაში იმიტომ რომ ხა ეკლესია როგორ იყოფა ეკლესია არის ყველა მე თქვენ ერი მთლიანი ვინც მაზიარებელია და დამთავრები ეს მთლიანობაა ეკლესია მაგრამ ეკლესია იქ არის ნათქვამი ესეთი სადაც არის მღვდელმთავარი და რატო არის ეს ნათქვამი რომ აი მაგალითად ერთმან უკრას მაგრამ მოხდა ისე რომ საქართველოს ეკლესიაში არც ერთი მღვდელმთავარი არ დარჩა ჩვენ უბრალოდ მე მღვდელი წირვას ვერ შევძლებ მონათლას შევძლებ წირვას ვერ შევძლებ და ეკლესია არ გამრავლდება და ვინც არის ისინი რომ მოკვდებიან ვერავის ვერ დატოვებენ ამიტომ ეკლესიაში რომ დატოვო მომავალი და ეკლესიამ რომ იცოცხლოს ამისთვის მღვდელმთავარი აუცილებელი ეს მღვდელმთავრები ჩვენი კანონმდებლობით და საერთოდ მართლმადიდებლური კანონმდებლობით არიან ბერები და ამიტომ აი ამ ბერობაზე ანუ იმდენად ნიშნულოვანია ბერობა ეკლესიისთვის რომ ეს კანონი იმიტომაც მიიღეს რომ ეპისკოპოს არ ქონდეს სხვა საზრუნავი გარდა ეკლესიისა ამიტომ ეს ეკლესიის ხარისხი განისაზღვრება იმით თუ
რამდენად ხარისხიანი მასალა აქვს. თუნდაც სამღვდელო, თუნდაც სამღვდელმთავრო. და აი ეს მასალა განაპირობებს, მასალა უხეშად ვამბობ, მაგრამ ეს განაპირობებს უხეშად რო თქო საკადრო რესურსი. საკადრო რესურსი. ადამიანური განაპირობებს ეკლესიის მრავალჟამიერობას და ამავდროულად სიძლიერეს და ამავდროულად სიმტკიცეს, რომელზეც დგას როგორც სარზე მიბმული ერი. აი ერთი კითხვა მინდა დაგისვათ, რადგან მაინც დრო გვეწურება ბოლოსკენ. მივდივარ ჩვენი საუბრის. თქვენ ხა ხაზი გაუსვით ხარისხოვნობას, მნიშვნელობას. მისი უწმინდესობის ტოლვა სიახლისადმი, გახსნილობა, ტოლერანტული ბუნება, არაკატეგორიული აზროვნების, სხვა შორის ხშირად ამბობდა ხოლმე ამას და ბავშვობიდან ჩემში გაკვირვებას იწვევდა, მანამდე სანამ ამას გავიაზრებდი, მათ შორის მასთან საუბრის დროსაც თუ კარგად რას გულისხმობდა. იმიტომ მაინც ახლა კათოლიკოს პატრიარქი სარწმუნოებაზე ელაპარაკი, დოგმატიკიდან გამომდინარეობს, იქ კატეგორიულობა არათუ მისაღები, არამედ საჭირო და აუცილებელი რამ არის, მაგრამ ის სულ ამბობდა იმას, რომ ადამიანი უნდა მიეჩვიოს კრიტიკულ აზროვნებას, ამბობდა რომ სკოლებში სპეციალური სასწავლო კურსი უნდა იყოს ამისათვის და რომ ჩვენ მოზარდთაობას ახალგაზრდებს ვასწავლიდეთ კრიტიკულ აზროვნებას, რომ კატეგორიული აზროვნება არის დამღუპველი განსაკუთრებით საზოგადოებრივი ცხოვრებისთვის და ეს ქართული პოლიტიკური პროცესების ტრამვების ასახვაც იყო მათ შორის, ხო? საუწმინდესობა სრულიად განსხვავებულ მოვლენას წარმოადგენდა მათ შორის ქართული პოლიტიკისთვისაც. ჩემი კითხვა ასე მინდა რომ ასეთი ფორმულირებით მინდა რომ დაგისვათ. რა როლს ანიჭებდა მისი უწმენდობა საბერმონაზნო დასში განათლების შეტანას, იმიტომ რომ ბერმონაზნობას ბევრი დანიშნულება ჰქონდა და მაგალითად ახლა ის მომენტი რომ თქვენ ხეზეკვეთა ძალიან კარგად გეხერხებოდათ, ხატწერი ბრძანდებით, ააშენეთ კომპლექსები და ამ კუთხით შეიძლება მარტო ესეც კი საკმარისი ყოფილიყო თქვენს საბერსულიერი ცხოვრების, ასე ვთქვათ, მონაცემებთან ერთად, რომ აი ეს ყოფილიყო გადაწყვეტილებების საფუძველი, მაგრამ ამავე დროს ჩვენი აუდიტორია განსაკუთრებით კარგად აღიქვავს ამას, რომ თქვენ საეკლესიო თეოლოგიური ცოდნის მიმართ განსაკუთრებული ინტერესი გააქვთ და სწორედ ამას ემსახურება კიდეც, რომ თქვენი ეს ცოდნა გამოცდილება მრავალწლიანი შრომის სწავლების გააზრების გაუზიაროთ უფრო ფართო საზოგადოებას. თავად მისი უწმინდესობა, მე არ ვლაპარაკობ აი თეთრი სამღვდელოებასთან მიმართებაში, ბევრი კითხვები, პრეტენზიებიც არსებობს, სწრაფად მოხდა გაფართოება ზოგადად სამღვდელო დასის, მათი კურთხევების და ასე შემდეგ, ამაში თავისი ახსნაც აქვს, თავისი უარყოფითი შედეგებიც აქვს, მაგრამ აი საბერმონაზნო დასში საეკლესიო და ზოგადად განათლების აუცილებლობას რა დონეზე აყენებდა მისი უწმინდესობა კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე. პატრიარქის მეცადინეობით, მისი მონდომებით არის გახსნილი ეს სემინარიები, აკადემიები და უნივერსიტეტები სასულიერო, რაც არის ეს აკადემიასთან. და ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა და განსაკუთრებით მაშინ, როცა თვითონ მართველ სანამ მართავდა რა, ანუ აქტიურად იყო ჩართული, ჯანმრთელობა აძლევდა ამის საშუალებას. ჯანმრთელობა სანამ აძლევდა და სანამ შეეძლოს მუდმივად დადიოდა. თვითონ იბარებდა მაგალითად მე როცა დიპლომი დავიცავი სემინარიაში, დავიცავით უწმინდესთან. იქ შეგრიბა ყველა და იქ გვასაუბრა და გვისმენდა. სხვათა შორის უწმინდესის უდიდესი რითაც გახდა ეს დიდი ესეთი იყო რომ ის ყოველთვის იწვევდა იმ ადამიანებს ვისაც შეეძლო ესაუბრა იმ თემებზე რაც მას აინტერესებდა თუნდაც სოფლის მეურნეობაზე აი მინისტრებს იმას დაიბარებდა პროფესორებს უსმენდა ანუ სხვისი მოსმენა შეეძლო და სწავლაც რა არის რომ
სხვას მოусმინო. ვინც იცის ერთ ბრძენს კითხესო რომ ბრძენი როგორ გახდიო და რაც არ ვიცოდი სხვას ვეკითხებოდი. აი ესე შეეძლო ეკითხა. აი მაგალითად ხაწერაზე იქ სურათებიც მაქვს რომ ესე ვიყურებით და იქ ერთმა მკითხა რას უყურებთო და უყურებთ იოანე ნათლიმცემლი არა მთავარ ანგელოზების ტაძარზე გვერდით რო არის სამების იქ ერთ-ერთმა პროფესორმა სამწუხაროდ არ მახსოვს მისი გვარი გააკეთა ეს ხატი ქანდაკება ქვაზე გამოკვეთა და ის ჩასვეს და იყო და არის ძალიან მაგარი. ხა მე ხო იცოდა პატრიარქმა რომ მესმოდა ეს ხაწერა და ისა და კითხა როგორ მოგწონს? მე ვთხარი თქვენ უწონდოთ რომ ეგეთი არ მინახია ჯერ მეთქი. და მართლა არ მინახია იმდენად კარგია რა და მაგის შემდეგ იქ სხვები ისეთი არ არის. იმ კაცის გაგედე გარდაიცვალა საწყალი სამწუხაროდ არ მახსოვს სახელი. ის სურათზე დგას. ხო და მე ძალიან მომწონსო მითხრა. და ძალიან ხშირად მეკითხებოდა აზრს თუნდაც ხაწერაზე. ერთხელ იყო ესეთი ისა ძალიან უყვარდა ხელოვნება, ხო თვითონაც ხაწერი იყო, მაგრამ კითხულობდა. შეგეკითხებოდა. შენ რას ფიქრობ? ანუ არ არსებობდა რომ შენი აზრი არ მოესმინა. შეიძლება არ მიეღო, მაგრამ მოისმენდა. და ამას გვეუბნებოდა ყველას. და მე მახსოვს როცა სემინარიის დიპლომს ვიცავდით, რითაც დავიწყე, მე მქონდა თუ რატომ და რისთვის განკაცდა ძე ღვთისა. აი ამაზე მქონდა თემა სადიპლომო. ეს საკმაოდ კარგი ნაშრომი იყო და ეს წარსადგენი სიტყვა თქვი. ხო და უწმინდესმა მკითხა რაღაცა და ვერ გავიგე დაბალი ხმით თქვა თან მე ხა დიპლომს ვიცავდა როგორი ნერვიული ვარ და ვერ გავიგე მეთქი ვერ ვაკადრე თან და ცოტა თავი რომ მივწიე და რაღაცა მიხვდნენ რომ ვერ გავიგე და ეს კითხაო რომ როცა ძე ღვთისა განკაცდაო სამებას მოაკლდაო რამე ან მიემატაო ეს კითხან დოგმატური ის კითხა და მე ვთქვი არა თქვენო უწმინდესობა ვით ხო კარგია ვითხრა და მოკლედ იმდენად დაინტერესებული იყო რომ საქართველოს ეკლესიას ყოლოდა განათლებული სამღვდელოება და განსაკუთრებით ბერმონაზრობა. ამიტომ მიიღეს აი პატრიარქის დროს მიიღეს რომ ხუდელს დამთავრებული უნდა ქონდეს სემინარია, თუმცა არ იცავენ. ეპისკოპოს სასულიერო სასწავლებელი უნდა ქონდეს დამთავრებული, არ იცავენ. რაღაცებს არ იცავენ, მაგრამ კანონები მიღებული აქვს. ჩარჩო არის. ჩარჩო არის. თავი ახლა ეს შესრულდეს და მისი უწმინდესობა ამაში ჩანდა ამ გადაწყვეტილებებშიც როგორ უყურებდა ფუნდამენტურად, ანუ განათლებული საეკლესიო და საბერმონაზნო დასის აუცილებლობას. რაღაც დამატება გინდა და ბოლო კითხვას დაგისვათ მე. ამას დავასრულებ წახის ამბავს ეს ძალიან თქვენ გადაცემაზე მკითხეთ მაშინ მოულოდნელი იყო კითხვა საერთოდ არ ველოდი და უცებ ვერც გაგეცით პასუხი. რაზე თხოვდითო შენდობას რომ მითხარით მოულოდნელი იყო და მეც დავიბენი იმ მომენტში და აი წალკა იყო სტავროფიგიალური. ამას გავხსნი მაინც, იმიტომ რომ ბევრი ვაჭრობს მაგ თემით და იყო სტავროფიგიალური და სტავროფიგიალური ნიშნავს ჯვარ აღმართული. ანუ პატრიარქი რო ჯვარს აღმართავს, ანუ შეიძლება იქ ჯვარი არ აღმართოს, მაგრამ მან თქვა რომ ეს ჩემია. ის ექვემდებარება მას. ეს შეიძლება კი არა არის სხვა ეპარქიაში. ეს იყო წალკა მანგლისისა და თეთრიწყაროს ეპარქიაში შედიოდა. მაშინ არ იყო ცალკე ეპარქია და ჩვენ ვიყავით წალკაში, მაგრამ უწმინდესთან. მე ამ გაგებით წავედი და ამ გაგებით გამიშვათ. მისგან რო გავეშვე, მე წალკაში არ წავიდოდი. მაგის შანსი არ იყო. იმიტომ რომ მე უწმინდესის ეპარქიაში დავიწყე ბერობა. სედაზენზე იმიტომ წავედი, რომ იქაურ მოძღვარს არ ვიცნობდი მე. და გამიმართლა რომ კაი მოძღვარი დამხვდა, მაგრამ მე არ ვიცნობდი.
იქ იმიტომ წავედი რომ უწმინდესის ეპარქიაში აღკვეცილიყავი ბერად და იქ მე მოღვაწევა ეს უწმინდესმა საერთოდ არ იცნობდა ხა არ იცოდა მე კი ვიყავი სტიქაროსანი მაგრამ ისე კი არ ვიცნობდა ახლოს ხო და მაგრამ მე ხო ვიცნობდი და მე მინდოდა მასთან მე ვიცოდი რომ მასთან არის ქრისტეში თავისუფლება ანუ მის ეპარქიაში იყო ეს შესაძლებელი მე მაგდენი გავიგე და მივხვდი სემინარიას დამეხმარა ამაში ცოდნას დამეხმარა და უწმინდესის ცნობაც დამეხმარა რომ ვიცნობდი მას და მე მოხდა ესე რომ მის გვერდით აღმოჩნდი თუმცა ეს გათვლა არ მქონდა რა თქმა უნდა და რო წავედი წალკაში სტავროფიგიალური იყო ყველა მღვდელი ნაკურთხი მაქვს უწმინდესთან წარდგენით გამორჩეული მისით მონაზვნები მასთან წარდგენით ბერები მასთან წარდგენით მონასტრები მისი გახსნილია და ყველაზე მთავარი უწმინდესის სახელი რომ ეს არის უწმინდესის მონასტერი აი ეს სახელი რო არ ყოფილიყო მე იქ რაც გავაკეთე ვერაფერს ვერ გავაკეთებდი კი ჩემი ნაცნობებიც მეხმარებოდნენ რა თქმა უნდა პირადი ნაცნობები სახელმწიფო არ დამეხმარებია საერთოდ პირადი ნაცნობები მაგრამ ვიღაცები რომლებიც მერე გავიცანი უწმინდესის გამო და სხვათა შორის უწმინდესმა თავიდანვე მითხრა მე გამოყვებიო და ბიზნესმენებს ამოვიყვანო იქო და რო ანახებო და რო ნახავენო ისევ დაგეხმარებიანო მითხრა და მოკლედ ერთ მშვენიერ დღეს 9 წლის თავზე აღმოჩნდა რომ სტავროფიგიალურობა ანუ ჩემსა და უწმინდეს შორის ძალიან ბევრი მტერი იდგა დღესაც დგას აი ახლა რაც მოხდა ახლა უწმინდესმა არ მინახია 7-8 წელია ბოლო 7-8 წელი კორონამდე ნახე და მაგის შემდეგ არ მინახია და ახლა ჯვარი რო ამხსნა ვიღაცების ნათქვამით ხო ვინ იყო ის და ანუ რატო ესეც დამიცვა ფაქტიურად უწმინდესმა და მან გააკეთა მაგრამ მას არ გაუკეთებია და აი წალკა იქ სტავროფიგიალურობის გაუქმებაც ვიღაცების ის იყო რა მონდომების შედეგი და მითხრეს რომ გიუქმებენო ამასო და იმას უნდა დაემორჩილო და ნუ პატრიარქმა დაგვიბარა სვეტიცხოველში წირვა იყო მის კურთხევა იყო ამ ეპისკოპოსის და მე წალკაში ვინ იქნებოდა მანამდეც იყო ეპისკოპოსი მეუფე ანანია არის არ გვეხებოდა ვის დანიშნავდა მაგასაც არ ხონდა შევიდეს მნიშვნელობა წალკა ცალკე თუ მე ვიქნებოდი სტავროფიგიალური იმიტომ მე უწმინდესთან ვარ და თუ რამეს ვაკეთებდი იმიტომ გამომდიოდა არა იმიტომ რომ მე მაგარი ვარ არა ნუ ვიღაცები ხა მომაწერენ რომ მე გავაკეთე ყველაფერი კი მაგრამ იმიტომ რომ უწმინდესის იყო და ამ სახელს ვიყენებდი რომ ეს არის უწმინდესის მონასტერი სტავროფიგიალური და ვიყენებდი კარგად მონასტრისთვის რა ანუ უწმინდესის არის ეს ჩემი არ არის უწმინდესის არის და უწმინდეს აი დღეს გამოჩნდა რომ როგორ პატივსცემს ერი და რომ ყოველთვის ესე იყო ნუ ერის პატივისცემა ქონდა და თუნდაც ბიზნესმენების თუნდაც იმის და უწმინდესის სახელს რო უხსენებდი ყველა მეხმარებოდა და ძალიან ბევრი რამე გავაკეთე ნუ სამი მონასტერი ფაქტიურად სამი მონასტერი აი ნულიდან კი არა მინუსიდან ავაშენე მაგრამ უწმინდესის სახელის დახმარებით და გაუქმეს და ნუ უწმინდესთან არ ვარ და უწმინდესმაც გითხრა ესო ისაო და მეორე დღეს ჩამოვედი და ვუთხარი თქვენ უწმინდესო თქვენ ხო გამიშვით იქ მე რომ ამეღორძინებინა მეთქი არაბისო არ უნდოდა და პატრონი არ ყავდა მეთქი ეხლა რახან გამოუჩნდა პატრონი მე თქვენთან გადმოვალ ისე სამებაში გადმომიყვანეთ მორჩილად მეთქი მორჩილად ხო ანუ სამებაში გადმომიყვანეთ თქვენთან ანუ წინამძღვრად ხო არ გადმომიყვანდა წინამძღვარი ვიყავი რომ წავედი მაგრამ აქ მორჩილად ანუ წინამძღვრად კი არა ამის კი არ ვითხოვ უბრალოდ თქვენთან რო ვიყო თქვენს გვერდით იმიტომ რომ მე ვის კი არ დამიწუნია ის მღვდელმთავარი მართლა მშვიდობა მიცეს ნუ ის არ არის ახლა სხვა არის მაგრამ კი ბატონო გასაგებია მაგას კი არ ვწუნობდი მე უწმინდესის გარეთ არ მინდოდა ყოფნა ესმით აი მის დაქვემდებარებაში მორჩილება მერჩივნა ვიდრე მის გარეთ წინამძღვარი სამი მონასტრის წინამძღვარი მაგრამ სხვას დამორჩილებული და არა უწმინდეს ეს არ შემეძლო ნუ რაც მე საერთოდ რო წამოვედი მაშინაც ეს ხო მე გადავწყვიტე უწმინდესთან მისვლა და წამოსვლა წინამძღვრობიდან
აი ესეც სწავლება არის და მინდა უთხრა იმის რომ არ მithქვამს აი რომ მეთქვა რომ უფალო რომელია შენინება გამაგებინე დავრჩე წინასწარ თუ წავიდე აი მაშინ რაღაცა მაინშინაგანად რაც ქონდა იმ მიზეზების ძებნას და აჰა მანიშნა უფალმა რომ წადი ან ახლა და უფალს დავაბრალებდი მე პირდაპირ უთხარი უფალს უფალ მე ვერ შევძლებ არ შემიძლია მივდივარ და თუ შემეწევი ანუ განუცხადე ჩემი ნება აი იმისთვის რომ მე რა პრობლემებიც მექნებოდა არ დამებრალებინა უფლისთვის აი შენ ხომ მამცნე იქ რომ ესე დაწავსულიყავი და შენი ნება მეგონა მე და შენი ნება თუ აი ეს არის ძალიან ცუდი თვითონ რომ ნებას ეძიებენ უფლისას და რაღაცა მინიშნებებით აი უფლის ნება ყოფილა ჩემი ბერობა ის ვერ შეძლებს ბერობას ბერობა შენი ნება უნდა იყოს შენი ხო და მოგლეთ ხო წამოვედი ნუ მოგლეთ იქ მე ყველა წამოვიდა თითქმის და ეხლა ვინც არის ისიც ჩემი ნაკურთხი დარჩა 4-ნი არიან 3 ჩემი ნაკურთხი და 1 ჩემი მორჩილი იყო ხო და ისიც მე რა აკურთხეს აღკვეცეს და ნუ დაიშალა რა მონასტერი ნუ ისინი შენობები კი არ დაიშალა მაგრამ ხალხი არ დარჩა არც დედები არც მამები დედები საერთოდ დაიშალა და ცოტა არ მახსოვს ამდენი იყო გასული წელი იყო თუ არა არ მახსოვს მაგრამ სადღაც წლის შიგნით დამებარა უწმინდესმა და ამერიკა მამა იოანემ სამებაშია უწმინდესი გიბარებს და მივედი და მითხრა რომ აი კი არ მიბრძანა არა თუ მითხრა მიბრძანა ყველაფერს გიბრუნებო სტავროფიგიალურს მეც ჩამოვალო და წადი შენ უნდა წახვიდეო წადიო არ უთქვამს შენ უნდა წახვიდეო და არ წავედი და რატო არ წავედი ეს ვერ უთხარი იმიტომ არ წავედი რომ უკვე გავრცელებული იყო სახელი რომ უწმინდეს მე იქ არ უნდივარ და ფაქტიც იყო ახლა უწმინდეს მე ის რატო გააკეთა მე რო არ უნდოდი იმიტომ კი არა ნუ ეპარქია იქ წალკაში ამ მონასტრის მეტი არაფერი არ იყო და იმიტომ გააკეთა რომ ეპისკოპოსს რო ეარსება ეს მონასტერი მიცა მე ისევ გამოართვა მაგრამ რომ მიცა იქ ფაქტიურად მე წამოვედი და დაიშალა და მიხვდა უწმინდესი რაც უთხრეს და რაც გააკეთებინეს ასე არ იყო სწორი ხო ამაზე ვთხოვდი შენობას იმიტომ რომ იქ მე რო დაბრუნებულიყავი უკვე რა ხანჭორი იყო რომ უწმინდეს არ უნდა დოროთე ვერაფერს ვერ გავაკეთებდი აი რაც გავაკეთე ვერც ნახევარს და ვერც მესამეც ვერ გავაკეთებდი უკვე სტავროფიგიალურიც ისევ დაბრუნებული ეხლა სტავროფიგიალურია მაგრამ ვერაფერს ვერ აკეთებდი იმიტომ რომ იქ უწმინდესის სახელი გაქრა რომ მე ვიცოდი რომ უწმინდესის სახელის და მისი მონდომების და მისი შინაგანი ანუ იქიდან რომ მოვდიოდით ბერები როგორ უხარო და იცი რა როგორ უხარო და ერთს ვიტყვი კიდე რომ ბევრი მოვდიოდით ხოლმე მარტოს მოვდიოდი მაგრამ უფრო ვიცოდი რომ უხაროდა და ბერები მოვდიოდი და ერთხელ მოვედით იქ სხვანაირი მზე იყო ანუ ეს სიხშირე იყო უფრო ღიაცა თუ რა ასე ზახიან არ მახსოვს ანუ გამჭვირვალობა უფრო მეტია და სხვანაირად იწვებოდი სხვა ფერი გედებოდა ანუ საქართველოს კია მაგრამ რა ვიცი გასხვებული კლიმატური ძალიან განსხვავებული ჩავავედი ახლა ჩვენ არ ვიცი ჩვენ გონია ჩვეულებრივი ფერები ვართ ხო და ყველა გეკითხა რა ფერები ხარ რა ფერი ხარ და ახლა ადრე ის იყო გაზაფხული თუ რაღაცა და მაშინ იცოდა რა ფერი ხარ რა ვიცი რა ფერი მე არ ვიცი რა ფერი ვარ უწმინდესთან რიგში დავდექით ყოველ საღამოს იცოდა ლოცვის მერე ჯვარზე უნდა ემთხოვდი და შიგნით იყო საპატრიარქოში ზოგიერთ ეზოში იყო მაგრამ მაშინ სიცივე იყო და შიგნით იყო და მივედით და პირველი მე და უკან მომყვება ეს მთელი ჯგუფი და
მამა ტარიელმა ეს წყალი ეჭირა. და უწმინდეს უთხრა. თქვენ უწმინდესო გლები მოვიდნენ, გლები. და შემოხედა და გაგვიცინა გავხარ. რატომ გლები უთხრა? ლომები მოვიდნენ. და შემიყვანა თავისთან მერე რო ავიღეთ ისა და ლომი მაჩუკა ფაიფურის რომელიც ეხლაც მაგ ეს დამჭა უწმინდესისგან სახსოვრად იმდენად ის არის ჩემთვის მისი ისა ორი რაღაცა დამჭა ეს ერთი ლომი დამჭა და მეორე დამჭა ჯვარი რომელიც მაჩუკა და როცა მჩუქნი და არქიდიაკონმა დემეტრემ მითხრა რომ შენ როგორ ყვარები ხარ პატრიარქს და სასწაულს საჩუქარს გიმზადებსო მითხრა მამები ყავდა წარდგენილი არქიმანდრიტად და მეც არქიმანდრიტი ვიყავი მაგრამ ორი ჯვარი არ მქონდა და ჯვარი მაჩუკა ისტორიული და ეს ჯვარს უკან აწერია ბერძნულად ძმა ილიას ხელით ნაკეთი და ხო იცით პატრიარქებს ძმას პატრიარქები ერთმანეთს ვერ ეძახიან მარტო სოფლიო პატრიარქი ეძახის და ეს არის სოფლიო პატრიარქი დიმიტრიოსის ნაჩუქარი პატრიარქისთვის რომელიც მე მაჩუკა დრამხელა სიყვარულის გამოხატვა ხო აი როგორ უხაროდა ხა მე იმიტომ უყვარდი რომ უხაროდა იქ მონასტერი ყვაოდა და მონასტერი აღორძინდებოდა და ამიტომ მითხრა რომ მიხვდა რომ იქ ჩემი წამოსვლა შეცდომა იყო და უნდა დაბრუნდეო მითხრა და სხვათა შორის ერთ კიდე გაგვიგრძელდა მაგრამ რო გადმომიყვანა კიო მითხრა ჩემთან იყავიო ლოცვაზე სამებაში და დამიძახა და შენი გაჩერება ის არ შეიძლებაო უსაქმურადო ხო და ლიტურგიკული მას ჩაუდექიო ლიტურგიკული კრებული გააკეთეო გამიკვირდა ხა ლიტურგიკული კრებული ეს რაღაც მისი წინასწარმეტყველება იყო მე რა შუაში ვიყავი და მაგრამ გავაკეთებდი უბრალოდ მე ვიცოდი რომ ამას აკეთებდა მამა ბიძინა და თქვენ უწმინდესობა მეთქი ამას მამა ბიძინა წლებია აკეთებს ეხლა მე რომ მამა ბიძინა გვერდზე გავწიო და მე დავიწყო რა ვიცი და უხერხული გამომივა მეთქი და თუ გნება ბიძინას დაურეკავ და მასთან ერთად თუ დავჭირდი რამეში დავეხმარები მეთქი და შემომხედა და კარგიო სხვა ამის მოგიძებნიო და ბიძინას დაურეკე მამა ბიძინას და იცის ახლა ამას იმიტომ ვამბობ რომ ისტორია იცის მან რომ მე დაურეკე და პატრიარქთან მივიყვანე ეს რო გაეკეთებინა ამას რატო ვამბობ რომ იტყობა იცოდა ლიტურგიკული პრობლემა რო იყო ეს ზიარების თემა ლიტურგიკული პრობლემაა რასაც არასწორად ასწავლია იცოდა მე რა ვიცოდი და თხოვარეს გამეკეთებინა და მე მაშინ ვერ მივხვდი მე მეგონა რომ მამა ბიძინა რასაც აკეთებდა ის უნდა გამეკეთებინა და ეს რომ მითხრა ამას ვერ მივხვდი და ეს ამბავი რო დაიწყო უწმინდესი უკვე მოხუცდა და უკვე მოქმედების იმაში არ იყო და ვიძახდი რამდენი ხანია სინოდი შეკრიბეთ მეთქი მაგრამ არ შეკრიბეს და აი ესე მოხდა ეს ყველაფერი და ძალიან დიდ პატივს წევ იმაზე ახლა შენდობას თხოვდი მეთქი რო გითხარი და ახლა ამაზე თხოვდი შენდობას მაგრამ ისე გავაკეთებდი ვერ წავიდოდი მისგან და მისი სახელის გარეშე ყველაფერს ვერ გავაკეთებდი მაგრამ მე ვიყავი მისთვის ყოველთვის ის ვინც იტყვის არ წავალო და მიდიოდა სახარებაში წერია ორი რაღაც ერთი ძე ეტყვის მენახში წადიო მამა ეტყვის და ერთი ეტყვის რომ წავალო და არ წავა და მეორე ეტყვის არ წავალო და წავა და ქრისტე კითხულობს რომელი უпроსტორად მეიქცევა ხო და ამ საკითხის გარდა ყოველთვის ვიყავი შემეძლო მეთქვა არ წავალ მეთქი წავიდოდი და ეს უпроსტორად იქცეოდა ვინც ამბობდა არ წავალ იმიტომ რომ არ თამაშობდა გულში შეიძლება ის არ უნდოდა მაგრამ აკეთებდა ძალიან საინტერესო იყო თქვენი მოსმენა და ემოციურადაც დატვირთული მაგრამ ბოლოს მაინც მინდა გითხოთ ზღვა ხალხი არ ჩემს მეხსიერებაში და ჩვენ
საქართველოს უახლეს ისტორიაშიც და იმის ცოტა იქითაც არაერთი ისტორიულადაც და სხვა თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ფიგურები, ადამიანები გაგვისვენები, ასე ვთქვათ, როგორც ერთ საზოგადოებას, მაგრამ ასეთი რამ არ ახსოვს ჩვენს მეხსიერებას ყოველ შემთხვევაში, არც ვიზუალურს. მე როდესაც კომენტირება მიწევს დავუშვათ სატელევიზიო გადაცემის დროს, სიტყვებს ვერ ვპოულობ, როგორ აღწერო ის, რაც ამ დღეების განმავლობაში მისი ხსოვნისადმი პატივის მისაგებად გამოსული ხალხის ერთის მხრივ რაოდენობას და მეორეს მხრივ განწყობას უკავშირდებოდა. როგორ ახსნით ამას თქვენ და რას ეტყოდით იმ ადამიანებს, რომლებისთვისაც თქვენ ჩემს გავსად, ბევრი ადამიანის გავსად იყო უზარმაზარი ნუგეში მისი უწმინდესობის სიცოცხლე და მოღვაწეობა. მე ვიტყოდი რომ უწმინდესი აფასებდა ჩვენს ერს, ჩვენი ერის გონიერებას. არა მხოლოდ უყვარდა, არამედ აფასებდა გონიერებას. ამიტომ უწმინდესმა იცოდა თავის ბოლოდროიდელ დუმილს არ დათანხმებას რაღაცის სიჯიუტეს უსიტყვოდ ერი გაიგებდა. ძალიან დიდი მადლობა. არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი, თქვენ უყურებდით და უსმენდით დროების YouTube არხის გადაცემათა ციკლის კიდევ ერთ მორიგ, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვან გადაცემას, რომელიც მიეძღვნა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის ილია მეორის ღვაწლს, მის ნაშრომს ნაამაგარს და განსაკუთრებული აქცენტი ჩვენ საუბარში მომართული იყო მაინც საბერმონაზნო ცხოვრების აღორძინების კუთხით მის მართლაც განუმეორებლად მნიშვნელოვან ღვაწლზე. ღმერთმა აცხოვნოს მისი სული და ნუგვეში ვცეთ ყველა იმ ადამიანს, რომელიც ძალიან დამწუხრებულია ამ დღეებში კათოლიკოს პატრიარქის გარდაცვალების გამო. პატრიარქის სიდიდე ჩვენ ხო ვიცით, მრეჯერ არ ჩანს. აი ამ შემდეგი მოვლენებით მივხვდებით, რამხელა რამეს უძლებდა და რამხელა რამეს აკეთებდა. აუცილებლად მივხვდებით. იმას, რასაც ჯერ კიდევ ვერ ხვდებით. მადლობა არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი. გემშვიდობებით, შეხვდებით ერთ კვირაში.